პოლიციელი გია ხალვაში, რომელიც 11 მარტს ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სასამართლოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაზე პირველი კომენტარი გააკეთა სამსახურიდან გაათავისუფლეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყების ცნობით გია ხალვაშის წინააღმდეგ გენერალურ ინსპექციაში მიმდინარეობდა დისციპლინური საქმის წარმოება და ეს არ უკავშირდება კონკრეტულად ბათუმის ამბებს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საპატრულო პოლიციამ პროცესზე საქმის ყველა მასალა წარადგინა. არ დაელოდენ უბრალოდ ამ პროცესის გადაწყვეტილებას, რომ მე ვიცრუე თუ ჩემი სიმართლე უნდა დავამტკიცო. არ იცოდნენ უბრალოდ ისიც, რომ მე ეს კადრები მქონდა. კახაბუხრაძემ უარი მითხრა მტკიცებულების წარმოდგენაზე პირველ პროცესზე. ხუნწელიას უთხარი, ჩემი სიტყვები დაადასტურე უბრალოდ სასამართლოზე მეთქირა და კიო მითხრა პროცესის წინა დღეს. მეუბნება, ვიცი რა, მე მეუღლემ ამიგრძალაო, სასტიკათო პროცესზე გამოსვლაო, მე ამ სიმართლეს მაინც დავამტკიცებ და მაინც მოხდება ის საზოგადოება გაიცნობს იმ სიმართლეს თუ ვინ არის კახაბუხრაძე და ვინ არის გია ხალვაში.